საპროცესო არაფერი ახალი, იგივე, ეს არის, ასე ვთქვათ, სახელისუფლების სპიკერების, აი, ზუსტად ნარატივს ეხმიანება, რომ მზიამ ეს, ასე ვთქვათ, შემოვაწუნება ჩაიდინა რაღაცა deep state-ის დავალებით, რომ მას ვიღაცა დაუდგენელი პირები რაღაც ინსტრუქციებს აძლევდნენ და ასე შემდეგ. ანუ ბრალდებამ ითქვა იგივე, რომ თუ მზია დაიბრალებს ყველაფერს, რაც მას არ ჩაუგდენია, დაწყებული იქიდან პოლიციელების შეურაცხყოფიდან, წინააღმდეგობიდან და შემდეგ თავდასხმიდან, თუ ამას ყველაფერს დაიბრალებს, მაშინ ბრალდება იფიქრებს სასჯელის შემსუბუქებაზე. ეს ვიცოდით პირველივე დღიდან და მას თავაზობდნენ მოინანიე, აღიარე მოინანიე, ჩვეულებრივი ძალადობა კანონის სახელით. მას ეუბნებიან, რომ აი ასეთ სასამართლო არაფრის შანსი არ არის. აი ასეთი ბრალდება არაფრის შანსი არ არის, ერთადერთი შანსი გაქვს დაიბრალო ის რაც არ ჩადიდენია, თუ გინდა თავისუფლება იხილო. ეს იყო ბრალდების პოზიცია, მეტი არაფერი. დღეს ინკასო დადეს. რასაკვირველია, ეს ზეწოლი ზუსტად იმ კონტექსტში განიხილება, ასევე მზიაზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია ეს, ბათუმელების ანგარიშზე ინკასოს დადება, რომ მზიამ ამ ყველაფერზე იფიქროს. ვიდრე საბოლოო სიტყვას თავისას იტყვის.